მოგესალმებით China Cars წერტილი G, მე მქვია ირაკლი და დღეს ჩვენთვის არის საკმაოდ უცნაური ფორმატი. თქვენ შეჩვეული ხართ, რომ ჩვენ ვიღებთ ტესტ დრაივებს, ლამაზი კადრებით და დავფრინავთ დრონებით, მანქანებს ტესტავთ და ასე შემდეგ. მაგრამ ისე დაემთხვა, რომ ჩვენ აქტიურად ვემზადებით ჩვენს გასაფრენად ჩინეთში გამოფენაზე, რის შესახებაც მოგიყვებით მოგვიანებით და ვერ მოვასწარით ჩვენი ბოლო ტესტ დრაივის Zeekr 7X-ის ტესტ დრაივის დამონტაჟება. ამიტომ გადავიღოთ გადაცემა, რომლის გადაღებაც ძალიან დიდი ხანია უკვე გვინდა და გვინდა გქონდეს ეს ბლოკები და დროთა დრო მოგაწოდოთ ეს ბლოკები, ეს არის news ბლოკები, რომელშიც მოგიყვებით აქტუალურ, საინტერესო ინფორმაციას ჩინური ავტომწარმოებლის შესახებ. ეხლა კი წავედით. გინდა იყიდო ავტომობილი ჩინეთიდან, მაგრამ არ იცი საიდან დაიწყო? არ ინერვიულო, ჩვენი სერვისი China Cars-ში ყველაფერს გაგიმარტივებს. უბრალოდ აირჩიე სასურველი ავტომობილი და დანარჩენს ჩვენ მივხედავთ. შედი საიტზე, შეავსე განაცხადი და მორჩა. ჩვენ თანამშრომლობთ ყველა ეტაპზე. დაგეხმარებით შერჩევაში, დოკუმენტაციაში, ტრანსპორტირებაში და მანქანას პირდაპირ შენს კართან მოგიყვანთ. ჩვენთან ყოველთვის გამჭვირვალე ფასებია. არანაირი დამალული საკომისიო და სრული გარანტია პროცესის ანდოობაზე. China Cars-ში შენი მარტივი და უსაფრთხო გზა ჩინური ავტომობილისკენ საქართველოში. დღევანდელი ყველაზე აქტუალური სიახლე არის ის, რომ გუანჟოში ჩატარდება ავტომობილების გამოფენა. რას წარმოადგენს საერთოდ გუანჟოს ავტომობილების გამოფენა? ეს არის ერთ-ერთი მსოფლიოში ყველაზე უდიდესი ავტოგამოფენა, ადრე ესეთი იყო მაგალითად ჟენევაში. ამ გამოფენაზე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებიდან ჩამოდის უამრავი სხვადასხვა ხალხი, რომელსაც კონტაქტი აქვს რაღაცნაირად ავტომობილის სამყაროსთან. და ეს არის ერთ-ერთი ის მიზეზი, თუ რისთვის მივდივართ ჩვენ გუანჟოში გამოფენაზე, რომ გაჩვენოთ თქვენ აქტუალური ავტომობილები, რა გამოვიდა ახალი, სიახლეები, საინტერესო რაღაცეები. ამას ყველაფერს შიგნითა ატმოსფეროს ამ გამოფენის ყველაფერს გაჩვენებთ. და მინდა გითხრათ, რომ სულ რაღაც 10 წლის წინ ეს გამოფენა იყო პატარა ლოკალური გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო ჩინური ავტომობილები, ხანდახან უცხოურიც, რა თქმა უნდა, რაც შემოდის ჩინეთში, მაგრამ ეხლა არის ერთ-ერთი მსოფლიოს ყველაზე უდიდესი ავტოგამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება არა მარტო ჩინური ავტომწარმოებელი, არამედ ყველა ის ავტომობილი, რომელიც იყიდება, რომელიც გაიყიდება ჩინეთში. და 90% ამ ავტომობილების მსოფლიო ბრენდების ისეთი როგორიც არის Volkswagen, Audi, BMW და ასე შემდეგ, სხვათა შორის იწყობა ჩინეთში, ზოგს ქარხანა აქვს, ზოგი უბრალოდ ჩამოყავს უბრალოდ იმპორტს აკეთებს ავტომობილის, მაგრამ ეს ავტომობილები არის პოპულარული ჩინეთში, ეს ავტომობილები იყიდება და ამას ყველაფერს ამისთვის მივფრინავთ და ამას ყველაფერს ჩვენ გაჩვენებთ თუ რა ხდება გუანჟოს ავტომობილების მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოფენაზე. დღევანდელი მეორე სიახლე დაკავშირებულია იმასთან, თუ როგორ ხდება ჩინური ავტომობილების ლოჯისტიკა საერთოდ მსოფლიოში. წარმოვიდგინოთ, ჩინეთიდან ავტომობილები მოდის ხმელეთით, იმიტომ რომ ჩინეთი უმეტეს შემთხვევაში და პრაქტიკულად დღეს საერთოდ წყლით აღარ აგზავნის ავტომობილებს, ამიტომ ყველაზე ეფექტური და ყველაზე კარგი გზა არის გამოაგზავნოს ავტომობილები ხმელეთით და ეს ყველაფერი ხდება ერთ-ერთი ქალაქის მეშვეობით, ამას ყველაფერს ახლა მოგიყვებით. რა ხდება? ევროპის ქვეყნებში, საქართველოში, თუნდაც თურქეთში, სასომხეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში და ასე შემდეგ ყველაფერი, რაც რუსეთშიც მათ შორის რა თქმა უნდა, რაც ამ ქვეყნების ირგვლივ არის, ყველგან მიეწოდება ჩინური ავტომობილები. მაგრამ ეს ავტომობილები გამოდის ისეთი ქალაქიდან, რომელსაც ქვია ხორგოსი. ვინც როდესმე ყოფილხართ დაინტერესებული ჩინური ავტომობილებით, ან ბიზნესით, ან ასე შემდეგ, ქსმენიათ ალბათ თუ რა არის ესეთი ჩვენი ასე ვთქვათ დღეობით უცნაური სიტყვა ხორგოსი. ვინც არ იცით, ეხლა მოგიყვებით. ესე იგი ხორგოსი არის პატარა ქალაქი, რომელიც ჩინეთის ხარეს არის, რა თქმა უნდა, ეს ჩინური ქალაქია და იმყოფება ჩინეთის და ყაზახეთის საზღვარზე. საკმაოდ პატარა ქალაქია და ამ ქალაქში კონცენტრირდება უამრავი ავტოექსპორტიორი, ჩინური ავტოექსპორტიორი. აქ შემოდის უამრავი ავტომობილი და აქედან ამ წვრილ სრუტეში, გამოდის ძალიან საკმაოდ წვრილი სრუტე, ამ წვრილ სრუტეში ხდება ავტომობილების ექსპორტი უკვე თქვათ რომ მთელს მსოფლიოში, დავარქვათ ესე.
როდესაც რაღაცა ცვლილება სოფლიოში საერთოდ ნებისმიერ ქალაქში, სადაც მიეწოდება დიდი რაოდენობის ჩინური ავტომობილები, ხდება რაღაცა ცვლილება, აი მაშინ იწყება სირთულეები. ესეთი ცვლილებები ხდება ეხლა და ეხლა მოგიყვებით თუ რა ცვლილებებზე არის საუბარი. დღევანდელი ცვლილებები, ესე იგი რა ხდება? რუსეთში აგვისტოს თვეში, 2025 წლის აგვისტოში დააპირეს ესეთი კანონის შემოღება, რომელიც გაზრდის ავტომობილის განბაჟებას და გადასახადებს რაღაც კატასტროფულ დონემდე, სადაც შეიძლება 30%-ზე მეტი ნამატი იყოს კიდე ზევიდან. რამ გამოიწვია ეს ყველაფერი? ესე იგი, ჯერ უნდა ყოფილიყო ეს 1 ოქტომბერს უნდა შესულიყო კანონის ზალაში, შემდეგ გადაიტანეს 1 ნოემბრამდე, დღევანდელი თარიღი ვიცით, რომ ეს მოხდება 1 დეკემბერს. ამან ყველაფერმა გამოიწვია კატასტროფული აჟიოტაჟი. თუნდაც იგივე რუსთავს რო შევხედოთ, იქნება ეს ევროპული თუ ამერიკული ავტომწარმოებელი, ხალხს ავტომობილები ძალიან დიდი რაოდენობით გაყავს. იგივე ხდება ჩინეთიდანაც გააყავთ და გაყავთ იმისთვის, რომ ჩაიყვანონ დროულად, რა თქმა უნდა, რუსეთში ავტომობილი, განაბაჟონ ჯერ კიდევ იმ ძველ ფასებში, რომელიც იყო აქამდე. იმიტომ რომ შემდეგ უკვე ავტომობილის ყიდვას უკვე აზრი აღარ იქნება, რაღაც კატასტროფული ფასი იქნება. ამან რა თქმა უნდა გამოიწვია ესეთი ცვლილებები, როგორიც არის მაგალითად, თუ ავტომობილი, ესე იგი, ჩინეთი, ყაზახეთის საზღვარს საშუალოდ მთელი თავის საბუთების მომზადებიან ყველაფრიანად, გადმოყვანა სჭირდებოდა 5-6 დღე, დღეს სჭირდება მაგალითად 30 დღე. ამან რა თქმა უნდა გამოიწვია მოთხოვნა გაიზარდა, რა თქმა უნდა, ამან გამოიწვია ფასების ზრდა ლოჯისტიკაზე, საბროკერო მომსახურებაზე, თვითონ ავტომობილების ფასებიც რა თქმა უნდა გაიზარდა, იმიტომ რომ ყველა ყიდულობს ძალიან დიდი მოთხოვნაა და ავტომობილები გადის და გადის. მაგრამ ჩვენ ვიცით ესეთი რაღაცა. თუ შემოვიდა ეს კანონი, რაღაც რაოდენობის ავტომობილები მოასწრებს შესვლას რუსეთში, შემდეგ უკვე აღარ იყიდიან ავტომობილებს, იმიტომ რომ უკვე აზრი აღარ ექნება, ძალიან დიდი ფასი იქნება და ნელ-ნელა ავტომობილების ფასები, რა თქმა უნდა, ყველანაირი მომსახურების და ყველაფერი რაც ამას ეხება, ფასები დავარდება და დაბრუნდება ალბათ მიახლოებით იმ დონეზე, რაც იყო 2025 წლის აგვისტოს დონემდე. დავარდება ფასები. შეიძლება უფრო მეტადაც დავარდეს, ვიდრე აქამდე იყო, იმიტომ რომ ყოველთვის იყო მოთხოვნები და ძალიან დიდი რაოდენობით ავტომობილები, რა თქმა უნდა, გადიოდა რუსეთში. ეხლა გამოდის, რომ რუსეთში ავტომობილებს პრაქტიკულად აღარ შეიძენენ, ერთეულები შეიძენენ მარტო და დავარდება მოთხოვნა. მოთხოვნა დავარდება ფასები ლოჯისტიკაზე, დავარდება ფასები საბროკერო მომსახურებაზე და საერთოდ ავტომობილის ფასებიც, რაც ჩვენ მოგცემს პრინციპში იმ ბონუსს, რომ დავბრუნდებით შეიძლება 25 აგვისტოს დონემდე, შეიძლება უფრო დაბლათაც დავიწიოთ, ვნახოთ რა იქნება. მაგრამ დღეს ეს ჩვენი მეორე სიახლე არის შესახებაც გვინდა და მოყოლა. სანამ ისინი ალაგებენ თავის კანონმდებლობებს, მიიღებენ, არ მიიღებენ და ეს აჟიოტაჟი ტრიალებს, ჩვენ მანამდე მივფრინავთ ჩინეთში, ქალაქ გუანჟოში ავტოგამოფენაზე, სადაც ნახავთ თუ რა მოგვიმზადა ჩვენმა ჩინურმა ავტომწარმოებელმა 2026 წლის თვის. თქვენ კი არ დაგეზაროთ, მოგწერეთ კომენტარებში თუ რისი ნახვა გინდათ, რომელ სტენდებთან გავჩერდეთ უფრო დიდი ხანი, რისი მიმოხილვები გადავიღოთ, რა ბრენდების, რა მანქანები გაინტერესებთ. სამწუხაროდ ჩვენ წინა წასვლაზე შარშან გამოფენაზე ისე მოხდა რომ დავკარგეთ თითქმის ნახევარზე მეტი მასალა გაფუჭებული მეხსიერების პარათის გამო და ვერ ჩამოვიტანეთ და ვერ გაჩვენეთ თქვენ სრული ის ატმოსფერო თუ რა ხდებოდა ამ გამოფენაზე. ეხლა კი ჩვენ ვეცდებით მაქსიმალურად ვცლად და კარგად გადავიღოთ. რა თქმა უნდა, გამოიყენეთ ჩვენი სოციალების გვერდები, ინსტაგრამები, ფეისბუქები, ჩვენი ვებ გვერდი, YouTube-ი, ყველგან მოგწერეთ კომენტარები თუ რა გაინტერესებთ, ვეცდებით მაქსიმალურად ყველაფერი ის გადავიღოთ, რომ მაქსიმალურად კარგი, სწორი და საინტერესო ინფორმაცია მოგაწოდოთ. ხოლო ჩვენ ჩასვლას ჩინეთში ეძღვნება ამჟამად 5 დღეს მიუძღვნით ავტოგამოფენას და ვეცდებით გავაკეთოთ ყველაფერი ძალიან კარგად. დაგვისვით ლაიქები, დაგვიწერეთ კომენტარები და შემდეგი ჩვენი გადაცემა უკვე იქნება ჩინეთიდან. გამოიწერეთ კიდევ ერთხელ ჩვენი გვერდი, არ დაგავიწყდეთ და შევხვდებით უკვე ჩინეთში.